დიდება უფალს. Слава Господу. მე მინდა დღეს გასამხნევებელი სიტყვა ვთქვა. Сегодня я хочу сказать слово ободрения вам. და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის. И я думаю, что это очень важно. Эти ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რომ რაღაც უფრო სხვა მიმართულებები გვჭირდება. Порой люди говорят, ну вот нам нужны другие направления. მაგრამ ჩვენ გვჭირდება გამხნევება. Но знаешь, нам нужно ободрение. იცი რა მინდა ვთქვა? Что я хочу сказать? ბევრი მრავალი რელიგია არის მსოფლიოში. В мире существует множество религий. და განსხვავდებიან შეიძლება ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც ერთმანეთს გავს ყველა. И, возможно, они отличаются чем-то друг от друга, но в основном они похожи. შეიძლება განსხვავებული ლიტურგიები ქონდეთ ღვთისმსახურების. Возможно, у них литургии разные. სადღაც ერთი წრე უნდა შემოუარო, სადღაც სამი, Где-то ты должен один круг дать, где-то 3 круга. სადღაც რა ვიცი, სხვადასხვა ცხოველები ყავთ ჩართული, როცა მსოფლიო რელიგიებს უყურებ. И когда ты смотришь на мировые религии, ты видишь, что в их религию вовлечены, как бы включены разные животные также. ეცი რისი თქმა მინდა. Что я хочу сказать? რატოა ჩვენი უფალი განსაკუთრებული? Почему наш Господь особенный? იმიტომ რომ ღმერთი გვიცნობს ჩვენ. Потому что Бог знает нас. ღმერთმა ჩვენ შეგვქმნა თავის ხატად და მსგავს. Бог сотворил нас по своему образу и своему подобию. და ღმერთმა იცის რა გვჭირდება ჩვენ. И Бог знает, что нам нужно. ჩვენ ლაპარაკი გვჭირდება. Нам нужно говорить. ჩვენ ვიღაც უნდა დაგველაპარაკოს. С нами кто-то должен поговорить. და ღმერთი მოვიდა, И Бог пришел, რომ დაგველაპარაკოს. чтобы поговорить с нами. იცი, ჩვენი ღმერთი Наш Бог, სიტყვით გვეცხადება. Он открывается нам словом. იმიტომ რომ ურთიერთობის ღმერთია. Потому что Он есть Бог общения. ამენ. Аминь. იცი, როდესაც იესო ქრისტე მოვიდა ამ მიწაზე, როცა ღმერთი განკაცდა, Когда Бог стал человеком, когда Иисус Христос пришел на эту землю, ბევრს აღიზიანებს ეს, возможно, многих это раздражает, მაგრამ ის მოვიდა კედლების მიღმა. но Он пришел за пределами стен. ის არ იყო შემოსაზღვრული საკულტო ნაგებობებით. Он не был ограничен культовыми зданиями. ის დადიოდა ქუჩებში Он ходил на улицах, და ადამიანებს აულიცამ. ელაპარაკებოდა. и Он говорил с людьми. და ადამიანების ცხოვრება იცვლებოდა. И жизнь людей менялась. ისი ზარების რეკვა ჩვენ ცხოვრებას არ ცვლის. Знаешь, то, что мы будем звонить в колокола, это не изменит нашу жизнь. ჩვენ სიტყვები გვჭირდება. Нам нужны слова. ერთ სიტყვას, რომ მე შენ მიყვარხარ, Одно слово «я тебя люблю», возможно, მთელი ჩვენი სამყარო შეცვალა оно შეუძლია. может изменить весь наш мир. ის მოდიოდა ცოდვილებთან, Он приходил к грешникам, დაკარგულ ადამიანებთან потерянным людям და ლაპარაკობდა. и говорил с ними. და როცა ლაპარაკობდა, И когда говорил, ადამიანები იცვლებოდნენ. тогда люди менялись. ადამიანები თავისუფლებოდნენ. Люди освобождались. ამენ. Аминь. ჩვენ გვჭირდება ვიღაც, ვინც დაგველაპარაკებს. Нам нужен кто-то, кто поговорит с нами. მე მომწონს ჩვენი ფორმატი მსახურებისა. И мне нравится формат нашего იმიტომ служения, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ. потому что мы говорим. ჩვენ ღვთის სიტყვას ვლაპარაკობთ. Мы говорим Слово Божье. ყველა მსახურებაზე ღმერთი გელაპარაკება. И на каждом служении Бог говорит с სული тобой. წმინდა გელაპარაკება. Дух Святой говорит с тобой. და ეს აკურთხებს ჩვენ ცხოვრებას. И это благословляет нашу ჩვენი жизнь. ღმერთი არ არის მუნჯი ღმერთი. Наш Бог не молчаливый მათი Бог. ღმერთები უკერპებია. Ихние боги — это идолы. თუ დააკაკუნებ ხმას, მაშინ გამოსცემ. И когда постучишь, они тогда отзываются. მაგრამ ჩვენი ღმერთი ცოცხალია. Но наш Бог живой Бог. ის მეტყველია, Он მეტყველებს говорящий, Он говорит. და გველაპარაკება. И Он говорит с нами. პეტრემ თქვა, ვისთან წავიდე უფალო? Петр говорит, куда мне пойти? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენ გაგაჩნია. Ибо слова вечной жизни, они в тебе. სად უნდა წავიდე უფალო? Куда мне пойти? და ბევრმა ჩვენთაგანმა ვიცით ეს, И многие из нас знают რომ это. რა ძალადებს ღვთის სიტყვაში. Какая сила заложена в Слове როცა Божьем. ღმერთი ლაპარაკობს, Когда Бог говорит,
ყველაფერი იცვლება. тогда все меняется. წმენა იზრდება. Тогда вера растет. სიცოცხლე ბრუნდება. Тогда жизнь возвращается. თავისუფლება მოდის. Тогда свобода როცა приходит. სიტყვას ვლაპარაკობ, Когда мы говорим ის слово, დემონები გარბიან. знаешь, бесы убегают. იმიტომ რომ ეშმაკები ვერ იტანენ ღვთის სიტყვას. Потому что бесы, они не терпят ისინი Слово ვერ Божьего. მოისმენენ ღვთის სიტყვას. Они не могут слушать Слово Божьего. ამიტომ ამბობს წერილი რომ სიტყვით ათავისუფლებდაო, სიტყვით დენიდა. Поэтому написано, что Он Словом освобождал и Словом изгонял. ამინ. Ამინ. დიდება უფალს. Слава Господу. მე მინდა დღეს ვილაპარაკო Сегодня я хочу говорить ძალაუფლების შესახებ, о власти, რომელიც გვაქვს იესო ქრისტეში. которую мы имеем в Иисусе Христе. მე მინდა შეგახსენოთ ეს, Я хочу просто напомнить რომ вам, რამდენად მნიშვნელოვანი არის, что настолько რომ важно, მორწმუნემ შენი სულიერი პოზიცია იცოდე და არ დათმო чтобы არასოდეს. ты, верующий, знал свою позицию რომ духовную и не გვესმოდეს уступал. ყოველთვის და უღრმავდებოდე და შევიმეცნებდეთ ამ საკითხს, ვინა ვართ იესო ქრისტეში. Чтобы мы მორწმუნეები. понимали этот вопрос, углублялись, познавали, кто мы такие во Христе Иисусе. რომაელთა 5:17-ში წერია. Римлянам 5:17 написано, ვინაიდან თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის იესო ქრისტეს მეშვეობითო. ибо если преступлением одного смерть царствовала посредством одного, то тем более приемлющие обилие благодати и дар праведности будут царствовать в жизни посредством единого Иисуса Христа. მომისმინეთ ძვირფასებო. Послушайте, дорогие, აქ წერია, რომ იმეფებენო ამ ცხოვრებაში. здесь написано, они будут царствовать в жизни. იმეფებენ მიწაზე იესო ქრისტეს მეშვეობით. Они будут царствовать в жизни на этой земле მაგრამ посредством ვინ Иисуса იმეფებენ? Христа. რომლები იმეფებენ? Но которые будут царствовать, кто? რომლებსაც ორი რაღაცა აქვს. Которые имеют две вещи. რომლებიც მიიღებენო მადლსა და სიმართლის ნიჭსო. Которые примут дар благодати и праведности. დღეს მადლზე არ ვლაპარაკო. Сегодня мы не говорим о მაგრამ ეს благодати, მნიშვნელოვანი საკითხი но არის. это важный вопрос. უბრალოდ საჭირო არის რომ სწორად გავიგოთ მადლი. Просто мы должны правильно понять благодать. მაგრამ ბიბლია ამბობს ჩვენ მადლში ძლიერები უნდა ვიყოთ. Но Библия говорит, что мы должны быть сильны в благодати. იმისთვის რომ გაბედულება გქონდეს. Для того, чтобы имели дерзновение. იმისთვის რომ ეშმაკმა ვერ დაგშაგროს. Для того, чтобы дьявол, он не იმისთვის обидел რომ тебя, не გამუდმებით унизил. მჟავრის ქვეშ არ იყვე. Для того, чтобы ты постоянно не находился უნდა под გესმოდეს და осуждением. ვაღიარებდეთ რომ ჩვენი ხსნა მადლით არის. Мы должны знать и провозглашать, что наше არა спасение по благодати. საქმეებითო, არამედ მადლით. Не по делам, но по благодати. Аминь. Аминь. და ასევე სიმართლე გვაქვს მიღებული. И также мы приняли праведность, რომ მე მართალი ვარ იესოს სისხლმა что გამამართლა. я праведный, и кровь Иисуса Христа მე оправдала შეიძლება меня. ვწდები, მე შეიძლება მეშლება რაღაცეები. Возможно, я ошибаюсь и что-то делаю не так, მაგრამ მე მართალი ვარ იესო ქრისტეში. но я праведен во Христе Иисусе. მე ჩემი სიმართლით არ დავდივარ, მე იესო ქრისტეს სიმართლით Я не დავდივარ. хожу своей праведностью, но я хожу с праведностью Иисуса ჩემო Христа. ძირფასებო, არასდროს ჩემი სიწმინდით, ჩემი სახელით არ ვდგები არსად. Дорогие мои, я никогда не стою нигде с моей праведностью и с моей არც святостью. ფისინაშე და არც ეშმაკთან და არც პრობლემებთან ჩემი სახელით არ Ни გამოვდივარ. перед Богом, ни перед дьяволом, ни перед моими проблемами я Чем не и выхожу симат своим литар именем. гамудива. Я не выхожу с моей праведностью, არამედ მადლით, რომელიც ქრისტე იესოში მაქვს. но с благодатью, которую я და имею во სიმართლე, Христе რომელიც Иисусе. მის სისხლში И მაქვს. праведностью, которую я имею в Аминь. Его крови. Аминь. რომლებმაც უხვად მიიღეს მადლი და სიმართლის ნიჭი, იმეფებენო ამ მიწაზე. იესო ქრისტეს მეშვეობით. Которые в изобилии приняли благодать, дар благодати и праведности. Они будут царствовать на земле посредством Иисуса Христа. იცი რას ნიშნავს მეფობდე? Знаешь, что означает მეფობდე царствовать? ნიშნავს რომ მართავდე. Это означает გავლენა управлять, გქონდეს иметь влияние ამ ქვეყნიურ პრობლემებზე, над проблемами этого мира, სიბნელეზე. над тьмой. მეფობა позиция. И царство – это есть Мефоба позиция, залауплеба. это власть. ხო ასე არის. Так или нет, дорогие? ქვეყნიერება სავსეა გამოწვევებით. Знаешь, мир, он полон вызовов, სავსეა სირთულეებით. он полон трудностей. იესომ თქვა ყოველ დღეს თავისი საზრუნავი აქვს. Иисус сказал, что у каждого дня хватает своих забот. ყოველი დღე თავის პრობლემებს წარმოქმნის. И каждый день он являет свои მაგრამ проблемы. ჩვენ ვიმეფებთ იესო ქრისტეს Но мы მეშვეობით. будем царствовать посредством Иисуса Христа. ჩვენ ვიხელმწიფებთ.
И мы будем царствовать. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბიბლით წყლებზე, როცა ისინი ღელავენ და მის ქვეშ არ И მოვექცევით. это означает, что мы будем ходить по водам тогда, когда они бушуют, а не იმიტომ будем რომ под водой. ქრისტეს სიცოცხლე იმყოფება ჩვენში. Потому что жизнь Иисуса Христа, она в нас. გუშინ კარგი შედარება მოვისმინდე და მინდა დღესაც თქვა. Я вчера услышал очень хорошее сравнение, я хочу сегодня сказать об этом. იცი, ტივტივა არ იძირება წყალში. Знаешь, поплавок, он не тонет. რამ სიღრმეზეც არ უნდა ჩაძირო ამოაგდებს. Знаешь, на какую бы глубину ты ее не опустил, все равно она выйдет იცი რა наружу опять. განაპირობებს ამას? И знаешь, что определяет ის это? რას მის შიგნით არის. То, что внутри него. მის შიგნით ჰაერი არის. Внутри нее есть воздух. იცი, თუ ქრისტეს სიცოცხლე ჩვენში არის, Если жизнь Иисуса Христа, она в нас, შეიძლება დავიძიროთ, возможно, мы даже будем тонуть, მაგრამ ამოვარდებით. но все равно мы выплывем обратно. შეიძლება ჭაობშიც მოხდე, მაგრამ ამოვარდებით, ვერ Возможно- დაგაკავებს ის. Возможно, и в болото ты попадешь, но все равно болото не удержит тебя, и ბიბლია ты ამბობს, რომ выйдешь. იესო ქრისტე ვერ დააკავაო, იმიტომ რომ სიცოცხლის სული იყო მასში. Библия говорит, что смерть не смогла удержать его, потому что жизнь была в ის нем. ოჯოხეთის სიღრმეებში იყო ჩასული, მაგრამ ვერ დააკავა, ამოვიდა. И знаешь, он сошел в глубины ада, но смерть не смогла его удержать, и он вышел. იონავიცი ჩვენ რომელიც ვერ დააკავა, როცა აივსო, ამოვიდა, ამოვარდა зиму. Мы знаем Иону, он не смог, когда он наполнился Господом, не смог больше удержать его кипр, აი он вышел ამას наружу. ნიშნავს მეფობა იესო ქრისტეში. Вот это означает царствовать во Христе Иисусе. როგორი პრობლემებიც არ უნდა დაგვეყაროს И თავზე. какие бы проблемы не упали на нашу როგორი голову, ზეწოლაც არ უნდა იყოს. какое бы давление ни было, როგორც არ უნდა ცდილობდნენ რომ ჩაგითრიო. и как бы ни пытался этот мир тебя увлечь როცა и ქრისტეს утопить, სიცოცხლე ჩვენშია, ტივტივასავით ამოხტებით მაინც. и если жизнь Иисуса Христа в тебе, тогда ты как поплавок выйдешь უბრალოდ опять наружу. შეუძლებელი არის მისი ჩაძირვა. Просто невозможно его потопить. ისევე როგორც ჩვენი ჩაძირვა არის Точно შეუძლებელი. так же, как невозможно потопить и нас. რო ავანტყოფობა და სიღარიბე ვერ დაგვძირავს ვერასოდეს. Что никакая болезнь и нищета не ვერ смогут потопить უკმარისობა нас. ვერ ჩაგვძირავს ვერასოდეს. Никакая забота, ничего не потопит ჩვენ нас. ყოველთვის зემოთ ვიქნებით. Мы ამენ. всегда будем наверху. ჩვენ ყოველთვის სიმაღლეზე Мы ვიქნებით. всегда будем на высоте. ისე როგორც ჩვენი უფალი დადიოდა და დააბიჯებდა აღელვებულ ტალღებზე. Точно так же, как наш Господь, Он ходил по მან бушевавшемуся მაგალითი морю. დაგვიტოვაო რომ მის კვალს გავყვეთ. Он оставил нам пример, чтобы мы ходили по იცი стопам მისი Его. კვალი ზღვებზეც გადის. Знаешь, его путь, его след, он проходит также и по იცი воде. მისი ნაბიჯები იქ დადიოდა. Его следы ходили там. გველებზე და მორიელებზე დადიოდა მისი ფეხები. Его ноги, они наступали на змей, на და скорпионов. ჩვენც ვივლით. И мы также будем ходить. ჩვენც დავთურგუნავ. Мы также будем... იცი დავით. იესომ თქვა ასეთი სიტყვები. Иисус сказал такие слова. აჰა გაძლევთ მე ძალაუფლებას. Вот я вам даю власть გველთა და მორიელთა დასათრგუნავად. наступать на змей и скорпионов. თქვენ კი არაფერი გევნებათო. Но вам ничто не იცი повредит. გველები და მორიელები მიწაზე არიან. Знаешь, эти скорпионы и змеи, они на этой земле. შემოძვირფასებო, ჩვენი ძალაუფლება მიწაზე ვრცელდება. Дорогие мои, наша власть, она распространяется на ვეფსალმუნი землю. ამბობს, რომ ცად უფლისთვისო. Псалмопевец говорит, что небо ბოლო это დედამიწა Божье, ღმერთმა ჩვენთვის შექმნა ადამიანები. а землю Он сотворил и дал нам, людям. ღმერთმა შექმნა ადამიანი და აკურთხა და მისცა ძალაუფლება და უთხრა, რომ იბატონე ყველაფერზე, რაც ამ მიწაზეა. Бог сотворил человека и дал ему землю, сказал, плодитесь и размножайтесь и владейте этой землею. იბატონე, იმეფე, იხემწიფე. Владей, господствуй над этой землей, царствуй на этой ჩვენ земле. ერთმანეთზე არ ვხელმწიფო. Дорогие мои, мы не над друг другом господствуем. ჩვენ პრობლემებზე ვხელმწიფო. Мы господствуем над მიწიურ проблемами, გამოწვევებზე ხელმწიფო. над вызовами, გველებზე და მორიელებზე над ხელმწიფო. змеями и და скорпионами ты ასეთ და царствуешь. მტრის ყოველი ძალისაო. И написано над всякой вражьей ყველა силой. ძალის გამო არ ვიცი და ვერ წდები ყველა სფეროს. Я, может быть, не понимаю все მაგრამ сферы, მტრის ყველა ძალა ჩვენი ფეხების ქვეშ იქნება. но всякая вражья сила, она будет под нашими და ногами. ამაში გადამეტებული არაფერი არ И არის. знаешь, здесь ничего преувеличенного нету. ჩემო ძვირფასებო. Дорогие мои, იცი რა მინდა გითხრათ? знаете, что я хочу сказать вам?
ძალაუფლება შენ აგაქვს ამ მიწაზე. Власть дана тебе на этой земле. ძალაუფლება მორწმუნეებს გვაქვს. Власть дана верующим. და ღმერთი არ იმოქმედებს ძალაუფლებით. И თუ Господь, შენ არ и იმოქმედებ. Господь не будет действовать со властью, если ты не будешь делать этого. ღმერთი არ აპირებს მორიელებს დაადგას ფეხი. Знаешь, Господь не планирует наступать на скорпионов. ღმერთი არ აპირებს რომ განდევნოს ეშმაკები ჩვენი ცხოვრებით. Господь не планирует изгонять бесов из нашей жизни. სული წმინდა მუშაობს ჩვენს გულებში რომ მივიღოთ გამოცხადება რომ ჩვენ უნდა გამდევნოთ ის. Дух Святой работает в наших сердцах, чтобы мы должны получить откровение, чтобы мы получили его, что это мы должны изгонять ჩვენ бесов. ვამბობთ რომ ღმერთმა უნდა იმოქმედოს. Порой мы говорим, Господь должен действовать. ღმერთი იმოქმედებს. Бог будет действовать. მაგრამ ღმერთი შენ მოქმედებას ელოდება. No, Господь შენ უნდა იმოქმედო. ожидает твоего действия. Когда ты начнешь შენ უნდა действовать, გადადგა ნაბიჯები. ты должен сделать эти шаги. შენ უნდა შევეწინააღმდეგო. Мы должны противостать. შენ უნდა აღუდგეთ წინ. Мы должны противостать. შენ უნდა ვიბრძოლო თუ საბრძოლია. И мы должны сражаться, если შენ нужно უნდა сражаться. ვიდგეთ რწმენი. И мы должны стоять в вере. იცი, როდესაც იესო მოდიოდა დადიოდა ამ მიწაზე. Когда Иисус ходил по этой земле, ის შეხვდა ერთ დავრდომილს Он встретил одного больного. და მან ასეთი სიტყვები И Он უთხრა. сказал такие слова ему. ქსურს განიკურნო. Ты хочешь исцелиться? ქსურს. Ты хочешь? გინდა Желаешь? ქსურს. Хочешь? რა არის სურვილი? Что такое желание? რა არის სურვილი? Что такое желание? რატო უნდა და იესოს გაეგო როგორი სურვილი არის ადამიანში? Почему Иисус хотел узнать, какое желание у человека? იმიტომ რომ ძალაუფლება ჩვენ გვაქვს. Потому что власть, она у нас. თუ ჩვენ დავნებდით, ღმერთსაც აღარაფერი შეცვლა არ. Если мы сдадимся, тогда и Господь не сможет изменить ничего. თუ სურვილი აღარ არის, მაშინ იესოსაც არაფერი შეუძლია. Если больше желания нету, тогда Иисус тоже ничего не может сделать. სურვილი ძალა არის ჩვენში. Знаешь, желание – это сила в нас. სურვილი სიცოცხლის ძალა არის И ჩვენში. это сила жизни. Желание – это სურვილი сила არის არ жизни. დანებების მდგომარეობა. И желание – это то, что не сдаться. ხო ასეა, ჩემო ძვირფასე. Так или не так, дорогие. იცის, მინდა გითხრათ, Я хочу сказать вам, რომ სიკვდილსაც არ შეუძლია წაგიყვანოს დროზე ადრე. знаешь, даже смерть не может увести тебя раньше времени, ხობა არ მიეცი. если ты не дашь свое согласие. მე ფსალმუნი ამბობს 117 ფსალმუნია, მე არ მოვკვდებიო. Псалмопевец говорит в 117 псалме, что я не умру. შეიძლება თქვა, ну რა სიტყვები არის ეს, შენაწყვიტაო. И мы можем подумать, что за слова, что ты Я решаешь. вспитал. Да, мы решаем. თუ შენ არ ნებდები, მაშინ ღმერთის ძალა იწყებს მოქმედებას. Если ты не сдаешься, тогда сила Божья начинает действовать. თუ შენ არ ნებდები, Если ты не თუ შენ сдаешься, გადაწყვიტე რომ მოკვდე, ვეღარავინ გაგაცოცხლე. если ты решил умереть, тогда никто не сможет оживить ღმერთს არ тебя. შეუძლია რომ შეეწინააღმდეგოს იმას, რაზე შენ უარი თქვი ახლა. Бог не может противиться тому, на что ты Если о чем ты мы отказался. Понимаете, что я говорю? იესო ეუბნებოდა, გწამთ რომ შემიძლია ამის გაკეთება. Иисус спрашивал, вы верите, что я могу сделать რა это? არის რწმენა? Что такое вера? ეს არის შინაგანი ძალა არის ადამიანში. Это внутренняя сила в человеке. იესო ეძებდა რწმენას. Иисус искал эту веру. ის რწმენას ავლენენ ისინი, ვინც არ ნებდებიან. И веру проявляют те, которые не ვინც არ сдаются, ჩერდებიან. которые не ვინც останавливаются, შეუძლიათ რომ ბუნებრივის მიღმა გავიდნენ. которые могут выйти за грани естественного. ის რწმენა ასე ამბობს, რომ ყველაფერი საწინააღმდეგოა, მაგრამ მაინც ამის მიღმაც კი მე მჯერავს რომ რაღაც შეიცვლება. Вера говорит, да, все против настроено, но все равно я верю, что за этим я смогу. ისე იესოზე წერია, Об Иисусе написано, რომ ბჟუტავ სანაცო არ ჩააქრობს. что Он не потушит тростника горящего. თუ ბჟუტავს, Если он горит чуть-чуть хоть, მაგრამ უნდა ბჟუტავდეს. знаешь, но он должен гореть. ანუ ცოტა სურვილი არის. Это может быть маленькое желание თუ даже. ცოტა რწმენა არის. Если маленькое желание или თუ веры, ცოტა შინაგანი სიმტკიცე არის. если есть чуточку внутренней ღმერთისთვის твердости, საკმარისია რომ ყველაფერი შეცვალოს. для Бога достаточно все изменить. ღმერთისთვის საკმარისია რომ ყველაფერი თავის Для Бога ადგილზე. достаточно, чтобы все поставить на свои места. მან თქვა რომ გადაწოლილ, გადატეხილ ლერწამს არ დაამტვრევ. И Бог сказал, что Он
переломит, იმიტომ растека не რომ თუ переломит. მაინც არის ჩამოკიდული რაღაცაზე. И если даже он чуточку хоть висит, не ისი полностью დიდ переполоман, რწმენაზე არ არის ლაპარაკი, თუ ცოტათი маინც ეჭიდები. там не говорится о большой вере, но даже если ты чуточку держишься, თუ ცოტათი მაინც იმედოვნებ, чуточку надеешься, თუ ცოტათი მაინც არის или სურვილი, чуточку есть желание, хоть, იესოსთვის საკმარისი არის. для Иисуса тогда это достаточно. ღმერთისთვის საკმარისი არის. Для Бога რომ достаточно, გამოავლინოს თავისი დიდება. чтобы проявить свою რომ славу, მოგცეს სასაულები. чтобы дать тебе чудеса. მაგრამ გვესმოდეს რომ ძალაუფლება ამასაც განსაზღვრავს. Но мы должны понимать, что и власть это включает в себя это. ჩემს სურვილებსა და ჩემს რწმენას. Наши желания и нашу веру. თუ მე არ თქვი უარი, Если я не отказался, ეს ნიშნავს რომ ყველაფერი წინ არის. это означает, что все впереди. ყველაფერი შეიცვლება. Тогда все изменится. 1 იოანეს მეხუთე თავში წერია. В 1 Иоанна 5 главе რადგან написано: ყველა ვინც ღმერთისგან არის შობილი ძლევს წუთისოფელს. «Ибо все, кто рождены от Бога, они побеждают этот мир». ეს არისო ძლევა. Это есть сила, это есть победа. ვინ არის წუთისოფლის მძლეველი, თუ არა ის ვისაც სამს რომ იესო ქრისტე არისო «Ибо ძეგმეთი. всякий, рожденный от Бога, побеждает мир, и сия есть победа, победившая мир, вера ваша». Кто Ჩვენი побеждает мир, რწმენა как не тот, кто წუთისოფლის верует, что მძლეველი Иисус есть Сын რწმენა Божий. არის. Наша вера – это вера, которая побеждает мир. შენ მარწმენამ უნდა დაამარცხოს И ქვეყნიერება. твоя вера, она должна победить და этот мир. ყველაფერი რაც მასში არის. И все, что есть в этом იცი რა мире. არის ქვეყნიერება? Что есть мир? ქვეყნიერება არის ყველაფერი რაც ტკივილი არის, რაც სიბნელი არის, რაც უკმარისობა არის, რავი, სიღატაკი არის, სიძულვილი არის, შიში არის, ყველაფერი. Мир – это страх, это нищета, это недостаток. И все неправильно, это боль. რაც მიწიდან მოდის. Все, что исходит от земли. აი ეს გველები, მორიელები, რომელსაც უნდა რომ გიკბინოს, მოკლას, დაგშხამოს, დაგგესლოს. Эти змеи и скорпионы, которые хотят тебя ужалить, которые хотят тебя убить, уничтожить, отравить. ჩვენი რწმენა ძლეველი არის. Но наша вера, она побеждает. ჩემო ძვირფასებო, Дорогие мои, ჩვენ უნდა ვავარჯიშოთ ჩვენი ძალაუფლება. мы должны тренировать нашу власть. ამენ. Аминь. ჩვენ უნდა ვავარჯიშოთ. Мы должны тренировать ее. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ის. Мы должны проявить ее. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ. Мы должны противостать. ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენს ქცევაში, ჩვენს რწმენაში, ჩვენს ცხოვრებაში ეს. Мы должны выражать это в нашей жизни, в наших поступках, в нашей вере. რომ ჩვენ არ ვნებდებით, არ ვეგუებით, არ ვღებულობთ იმ მდგომარეობებს, რაც არ არის სასურველი. Что мы не сдаемся, что мы не свыкаемся с теми ситуациями, которые приходят в нашу жизнь. ეს მარტო ავადმყოფობას არ ეხება. Это не касается только болезней. ეს სიღარიბესაც ეხება. Это касается также нищеты, რომ შეეწინააღმდეგო. чтобы противостать. არ დადუმდი, არ გაჩუმდი, აკურთხო, აღიარო. Чтобы აი ты ამაში არის не შემოძვირფასება. умолкал, провозглашал. И вот в этом и есть все. მომისმინეთ. Послушайте ეს არ меня. არის რწმენაში დგომა. Это не есть стоять в вере. მე წამოწოლილი ვარ, თამაშობ ტელეფონში და ღმერთს მივანდე. Я лежу, играю в телефоне, и я все доверил Богу. ღმერთს მივანდე ეს. Я все доверил Богу. ღმერთს მივანდე. Богу доверил. მომისმინეთ ძვირფასება. Послушайте меня, дорогие. ღმერთმა ყველაფერი ამ მიწაში ჩვენ მოგვანდო. А Бог на этой земле все нам доверил. დებით? Понимаете? იგავებში იესომ თქვა, ხო, იგავებით ლაპარაკობდა ის. Иисус говорил притчами, რომ მოგვანდო ტალანტები და მოვა და მოგკითხავს. что Он доверил нам таланты, и Он придет, и Он потребует с нас эти таланты. ერთმა დამარხა და თქვა, ღმერთო, შენ მოგანდოფო. И один запрятал и сказал: Боже, я тебе доверил это. იცი არა ჩემო ძვირფასებო, როცა პრობლემებია ჩვენ არ ვამბობ, ღმერთო, შენ განდო. Нет, дорогие мои, когда у нас проблемы, не говорим: Боже, я на тебя перекладываю это. ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთო, მადლობა, რომ შენ მოგვეცი ძალა იმისთვის, რომ გავარღვიო. Но мы говорим: Боже, мы благодарим Тебя за то, что Ты дал нам силу, იმისთვის, чтобы რომ мы прорвались, შევეწინააღმდეგოთ. чтобы мы противостали, იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. чтобы победили. ბიბლია ამბობს, რომ მოძალადენი წარიწაცებენ ცათასასופევებს. Библия говорит, что употребляющие силы восхитят. იცი, როცა მოვინანიე, Когда я покаялся, ყველაფერი დაკარგული მქონდა. у меня было все потеряно. საერთოდ არაფერი არ მქონდა. У меня вообще ничего не было. ერთი ჟანგიანი საწოლი გახონა სახში. И у меня была одна ржавая кровать дома.
აღარც თებში მქონდა, აღარც ჭიქა მქონდა. Ни тарелок, ни стаканов. და ყველაფერი გაანადგურა, წაიღო ეშმაკმა. И дьявол все уничтожил и все забрал. და როცა მოვიქეცი И когда я обратился, და ვიცოდი რომ ვეღარც მოვიპარავდი, и я понимал, что я уже не смогу воровать სხვისასაც ვეღარ შევჭამდი. и не смогу съесть что-то другое. და როცა გადავხედი ამ სიცარიელეს, И когда я посмотрел на эту пустоту, იცი მე მახსოვს როგორ ამოვწერე ბიბლიიდან აღთქმები, я помню, как я выписал обетование из Библии, რომელიც ჩემს გაფუჭებულ კედლებზე გავაკარე которые я наклеил на мои испорченные стены. და დღე და ღამე ვყვიროდი. И я день и ночь кричал просто. დღე და ღამე ვყვიროდი და ვაღიარებდი რომ მე ვარ კურთხეული იესო ქრისტეში, მე ვარ კურთხეული Я იესო день и ночь кричал и провозглашал, что я благословен во Христе Иисусе. ხანვის გამო იძახებდნენ რომ შევეპყარე ხანვის გიჟივე გონებად. И люди думали, что я с ума сошел, иногда вызывали там, я не знаю, то кого, то кого. და ვამბობდი რომ ყველა ჩემი საჭირო ფანჯრებს გავაღებდი და ვყვიროდი. И знаешь, Если я я говорил, гакету ткну. все мои нужды восполнены, и я открывал окна и кричал, но так вы не делаете. ყველა ჩემი საჭიროება აფსილია მეთქი, ხალხს И ვეუბნეო. я говорил, кричал людям, что все мои нужды восполнены. ვიღაცა რომ მომესალმებოდა, ყველა ჩემი საჭიროება აქვს, ვერ იგებდნენ რაზე ვყვიროდი. И когда со мной здоровались, я им говорил, все мои нужды восполнены. Они думали, что я сошел с ума, не უთხეულია понимали. ჩემი კალათი, ჩემი მოარწლი, კალათი და ვარწლიც არ მქონდა თორე. И знаешь, я говорил, благословен мои корзины и так далее. У меня и корзин тоже не было-то მე вообще. მართლა გეუბნევით არ გატყუებ, კედლებზე ხელებს ვადებდი და ვაკურთხებდი რომ განკურნებული, კურთხეული და სისავსე ყოფილიყო. И я на самом деле говорю, не обманываю вас. Я возлагал руки на стены и говорил, что благословенно было бы все, наполнилось и так далее. მიწამიღია ხელში და ვლოცულობდი რომ განკურნებული ყოფილიყო. Чтобы стены исцелились. Я землю брал и говорил, что Господь, пусть эта земля будет და исцелена. ზუსტად ისე ვითარდებოდა ყველაფერი, როგორც მჯეროდა და მწამდა და ვიბრძოდი ღვთის სიტყვის И я თანახმად. скажу вам, все точно так же и развивалось, как я верил, как сражался и провозглашал. არასდროს მე მშიერი არ ყოფილვარ. Знаешь, я никогда не был голоден. და ყოველთვის ღმერთი ავსებდა ყველა საჭიროებას. И всегда Господь восполнял все нужды. იმიტომ რომ ეს არის ძალაუფლება, რომ იმეფებენ ერთის იესო ქრისტეს მეშვეობით სიცოცხლეში. Потому что это и есть власть, что они будут царствовать посредством одного Иисуса ეს Христа. არ არის რომ ზეცაში ვიმეფებ. Это не то, что мы на небесах будем აქ царствовать. ამ მიწაზე იმეფებენო. Здесь, на этой земле будут იცი царствовать. ეშმაკი ჩამყვიროდა რომ შენ არ ახარ საკმარისად წმინდა. И дьявол кричал мне в уши, ты недостаточно святой. მაგრამ ვამბობდი რომ მადლი მაქვს უხვად მიღებული. Но я говорил, мне щедро и в избытке дана როცა благодать. ეშმაკი ცდილობდა რომ დამნაშავეთ მეგზნო თავი, ვამბობდი რომ სიმართლე მაქვს იესო ქრისტეს. Когда дьявол пытался меня вывести виноватым, я говорю, у меня есть праведность во Христе Иисусе. და იმას აღარ შეეძლო რომ შევეჩერებინო. И он больше не мог остановить меня. აი ეს არის სწორი გზა ჩემო Знаешь, ძმაო. вот это есть правильный путь. ყველა დროში, В любое время, ყველა საკითხის მიმართ по отношению к каждому вопросу, შენ გაგზალა у უფლება. тебя есть власть. იცი გუშინ წინ ახალგაზრდებს ეუბნეოდი. Знаешь, позавчера я говорил молодежи, ბავშვებო, თქვენ გაგზალა უფლება. ребята, у вас есть власть. თქვენ უნდა გამდევნოთ ეშმაკებს. Вы должны изгонять бесов. თქვენ უნდა დაასხათ ხელი ამან. Вы должны возлагать руки на больных. თქვენ უნდა ილოცოთ სხვებზე. Вы должны молиться за თქვენ других. უნდა უკრძალოთ ეშმაკს. Вы должны ამენ запретить дьяволу. როცა სოფიან ძაღლებს შეხვდები უნდა უთხრა იესოს სახელით. И когда ты увидишь этих бесноватых собак, бешеных, ты должен запретить დაკუმეთ им. პირები. Закройте ваши пасти. ამენ. Аминь. იცი ერთხელ ჩემო ძირფასებო. Однажды, дорогие мои, მახსენდება ხოლმე. я вспоминаю, მივდიოდი ერთ სოფელში საკადაგებლად. я шел в одну деревню проповедовать. და იმ სოფლის ერთი გავლენიანი პიროვნება გადამეკიდა. И знаешь, один из людей, таких знатных, таких авторитетных, ქალი იყო ეს. это была женщина, она начала იმ гнать სოფლის меня. სკოლის დირექტორი იყო. Она была директором местной школы, და იარაღით დადიოდა ხოლმე და ბავშვებს კონდახით წემდა ესე სკოლაში. и она ходила с оружием, и представьте себе, детей она била вот этим кондахом, ერთი рукояткой. ცნობილი მოჭიდავეს და იყო. И она была сестрой одного крутого борца. და როცა გაიგო რომ იქ მსახურობდი, И когда она узнала, что я служу там,
მან თქვა რომ მას დაუბრიდაო ეხლა. Я сказала, я его пристрелю. და მისი სახლის წინ უნდა ჩამევლო. И я должен был проходить мимо ее дома. და ძალიან დიდი სახლი ქონდა იქ. И у нее был очень большой дом. და ძალიან დიდი ნაგაზი ყავდა И у ძალიან. нее была большая такая кавказская овчарка. ანუ გაივლდი სახლი ხცდილობდა გადმოხტომოდა კლეტკებში იყო. И она была в клетках, и она пыталась выскочить оттуда. და ხალხს ეშინოდა საერთოდ იქ გავიდა. И люди вообще боялись проходить мимо этого дома. და როცა ჩამოვედი გაჩერებიდან ახლა მივდივარ რამდენიმე მეტრი გავიარე. И когда я приехал на автобусе, спустился и прошел несколько метров, აი ეს ხალი გამოვიდა. эта женщина вышла из дома. ტანით ეს ძალიან დიდი ხალი იყო И она такая была грузная женщина такая, как брат. აი ეს გაწია კლეტკები და გამოუშვა ძაღლი. И она клетки открыла и выпустила собаку. და რო დავინახე, И когда я увидел, მაგრამ სანამ შიშმა მომიცვა, სულმა მომიცვა. ну знаешь, пока страх успел меня объять, Божий Дух меня объял. შიგნით მესმოდა ხმა, იცოდე ვინ ახარ ქრისტეში. И внутри я слышал голос, знай, кто ты во Христе. მეთქი თუ ეხლა გავიქეცი, სიკვდილზე უარესი იქნება ეს. И я подумал, если я сейчас убегу, это будет хуже смерти. წარმოიდგინე მორბის, აი კბილები, ესე უკვე გონებაში რო ხედა. Я представил себе, как эта собака бежит, уже зубы, пасть открытая. ახალი აღთქმა მეჭირა პატარა ეს ხელში და ხელი მოუჭირე. И у меня в руках был маленький Новый Завет. Я сжал его в руки. არჩევანილი არაფერი, ჩვეულებრივად მივდივარ. И я не сбавил темп, но как шел, так и продолжил идти. და ეს ზაღლი ეგრევე ჩემს ფეხებთან ესე დაატორმუზა და დაწვა фехებთან. И эта собака подбежала ко мне, тормознула и легла у моих ног. ესე გაუკეთე. И я вот так сделал. არაფერი მაქვს რო გაჭამომეთქი. ხალი გაგიშდა. У меня ничего нет. Эта женщина გამოვიდა და ეცი და რაღაცეებს с ума соскочилась. Она говорит, а ну быстро нападай на него, фасом. გავიარე და მეუთხარი, უფალს უყვარ ხარ. Я прошел мимо нее и сказал ей, Господь любит вас. მეორე დღით იმ სახში მივიდა და ბოდიში მოუხადა, სადაც სახურებებს ვატარებდი, რომ ანუ ხალხს ხვდებოდა ჩემამდე და არ უშვებდა იქ, უკან აბრუნებდა. И на второй день она пришла туда, где мы проводили служение, и извинилась перед людьми, потому что она запрещала людям приходить на эти служения. და ბოდიში მოუხადა იმ სახს. И она извинилась перед всеми, кто жил в этом доме. არ ყოფილხათო თლად ცუდი ხალხი. И, как оказалось, не такие уж и вы плохие люди. ეხა იფიგა ძაღლი თუ ესე დააწვინა, რავი, მე რას გამიგე. И она подумала, если он собаку так уложил, со мной что будет? თუმცა მე შემეშინდა. Хотя у меня потом страх потом был уже, когда я прошел. ისინი რომლებიც უხვად იღებენ მადლსა და სიმართლის ნიშს. Те, которые щедро в избытке принимают дар благодати и праведности, იმეფებენ ერთის იესო ქრისტეს მეშვეობით. они будут царствовать посредством одного Иисуса Христа. დიდება უფალ სამის. Слава Господу за это. ჩემო ძვირფასებო. Дорогие мои, არასოდეს გაჩერდე. никогда не останавливайся. არასოდეს დანებდე. Никогда не сдавайся. არასოდეს შეეგუო. Никогда не свыкайся. და ხელი ჩაიქნიო, არ უნდა ჩაიქნიო არასდროს ხელი. Никогда не опускай рук. რაც არ უნდა ხდებოდეს. Что бы ни происходило, რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს. какая бы ситуация ни была, რასაც არ უნდა ისმენდე. что бы ты ни слышал, შენ წვითავ. ты решаешь. შენ წვითავ. Ты решаешь, როგორ იქნება ყველაფერი. как все будет. ღმერთი ელოდება შენ გადაწყვეტილებას. Знаешь, Бог ожидает твоего решения, და მე ის იმოქმედებს. и тогда Он будет действовать. ამიტომ ამბობდა ჩაუკვირდეთ ძვირფასებო. И поэтому написано, вникайте. იესო შეეძლო გაკეთება. Знаешь, Иисус мог делать это, მაგრამ ისე უბნეოდა რა გინდა. но Он говорил, что ты хочешь? გწამს რომ შემიძლია. Веришь ли ты, что я могу это сделать? ქსურს განიკურო. Желаешь ли ты исцелиться? ეს სწორი სიტყვები არის. Это правильные слова. ესე ერთი მსახურის დამოწმებას ვისმენდი, Я слышал свидетельство одного человека, одного რომელიც служителя, ავარიაში მოყვა который попал в аварию. და სიკვდილი განიცადა მან კლინიკური ამ ავარიის დროს. И во время этой аварии он пережил клиническую смерть. და როდესაც გადარჩა ეს კაცი კალიასკაში ჩასვეს, იმიტომ რომ სუდამტრეული იყო. И когда он спасся, выжил,
Он был весь поломан, можно сказать, его посадили на და როცა коляску. მოვიდა დრო ავადმყოფოდან გამოწერვის ის მოყავდათ კალიასკი. И когда пришло время, уже выписывали его из больницы, его выводили на коляске. მას უთხრეს რომ ვერ გაივლიო, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერ გაივლიო. Ему сказали, извини, но ты больше не сможешь ходить. და როდესაც აი მიმღებში უბრალოდ სადაც უნდა გამოვიდა ხელი მოვაწერო რომ გავდივარ. И когда он в приемной подписывал уже бумагу, что его должны აი выписать, შინაგანი ბრძოლები მაქვსო. у меня внутренняя борьба шла. უბრალოდ რომ ვიაზრებ რომ თელი ცხოვრება აქ უნდა ვიყო ღმერთო. И он говорит, что когда я осмыслил, что всю жизнь я должен был быть привязан к этой коляске, და მან თქვა რომ სული წმინდის მოქმედება დაიწყო ჩემში და მესმისო ხმაში. и он сказал, вдруг я почувствовал, что действие Духа Святого началось, я услышал голос внутри себя. თუ ეხლა ადგები და გაივლი თუ არა და მე Если ты сейчас встанешь и пройдешь, ты пройдешь, а если нет, то все. მე უნდა მომეწელაო საპენსიო ბარათზე ხელი. Я должен был подписать бумаги о пенсионной карточке. დავაგდეო ეს კალამი. И я бросил эту ручку, და მე ვთქვი იესო ქრისტეს სახელი და წამოდგა. и я сказал во имя Иисуса Христа, и он поднялся. და ის დღემდე დადის. И до сегодняшнего дня он ходит. ისი ჩემო ძვირფასებო. წმენა გაუგებარი არის. Знаешь, вера, она порой непонятна. ღმერთის საქმეებიც გამოუკლებელია, ვერ გავიგებთ ზოგადად, არ ვიცით როგორ მოქმედებს. Неисследимы дела Божьи. Мы не понимаем, мы не знаем, как Он действует, как Он делает это. მაგრამ როცა წერილში ვხედავთ რომ მოქმედებს ის, Ну, как- უნდა ვამოქმედოთ. Тогда, когда мы видим в Писаниях, что Он действует, тогда мы должны также приводить это в действие. ამენ. Аминь. ოდი წამოვდგეთ. Давайте встанем. მე მინდა რომ ვილოცოთ. Я хочу, чтобы мы помолились. პირველი ნაწილი ლოცვისა. И первую часть молитвы. მოდი ამ ლოცვაში ღმერთს ემადლიერე და აღიარე ძალაუფლება, რომელიც მოცემული გაქვს. Просто будь благодарен Богу за ту власть, которая дана тебе. ემადლიერე მადლი და სიმართლის ნიჭისთვის. Благодари за дар благодати и праведности. შენ მიღებული ხარ. Ты принят. აღიარებული ხარ ღმერთისგან. Ты уже признан Богом. ბიბლია ამბობს ისინი მათზეო, ვინც ქრისტე იესოში ცხოვრობენ, მჟაური არ არის მათზე. Библия говорит, что те, кто живут во Христе Иисусе, нет никакого осуждения. იმიტომ რომ მადლი და სიმართლის ნიჭი წამოგწევს ჩვენ. Потому что дар благодати и праведности, он поднимает нас. შენ გაქვს ძალაუფლება. У тебя есть власть. მარკოზის სახარების მე-16 თავია ხო? И Евангелие от Марка в 16 главе написано это. ჩემი სახელით ეშმაკებს განდები. И именем моим будут изгонять бесов. ახალენებით ილაპარაკ. Будут говорить новыми языками. გველებს აიყვანთო და სასიკვდილო რამეც რო შეშوان არ გავნებთ, ავატყუფებს ხელებს დაასხამ და განიკურნებიან. Будут брать змей, если что смертоносное выпьют, не повредит. Возложат руки на больных, и они будут здоровы. არო, ჩემ მორწმუნეებს ექნებათ ეს ნიშანი. И он сказал, что верующие в меня будут иметь эти знамения. არა ხუცესებს არ ექნებათ. Не у пастырей только. ეს მარტო მოციქულებისთვის არ არის. Это не только для апостолов. ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის არის. Это для каждого из нас. ყოველი თქვენთაგანისთვის Для არის. каждого из вас. რომ განდევნოთ ეშმაკები Чтобы изгонять бесов. და ილოცოთ ავანტყოფებზე. И молиться за больных. ამენ. Аминь. მოდი ავარჯიშე შენი რწმენა. И давай тренируй просто твою веру. ავარჯიშე. Тренируй свою веру. იცი გააკეთე ეს ყოველთვის. Всегда делай это. სახლში იქნება საჭირო შენს უბანში, ნათესავებში თუ სამეგობროში. Где бы то ни было, в доме у тебя, в районе, среди родственников или друзей. გამოავლინე ეს ძალაუფლება. Проявляй эту власть. დაასხი ხელები და ილოცე განკურნების. Возлагай руки и молись за исцеление. განდევნე შენ ლოცვებში ხოლმე დემონები. Изгоняй в своих молитвах бесов. წინაამდეგობებს თუ აღმოაჩენ, უბრალოდ შეეწინაამდეგე, შეკარი. Если ты обнаружишь какие-то атаки или противления, просто связывай их. ჩვენ ვამბობთ სიღარიბის სულო, უკმარისობის სულო, მოშორდი ჩემს Мы ცხოვრებას. говорим, дух მოშორდი нищеты, ჩემს სახლს. дух недостатка, уйди из дома. Аминь. Мы связываем тебя, уйди из моего Иисус дома, из моей Христос жизни. სახელით. Во имя Иисуса Христа. იმიტომ რომ შენ ფლობ ამ ძალაუფლებას. Потому что ты владеешь этой властью.
გააქვთ თითოეულ თქვენთაგანს ეს И у ძალაუფლება, каждого из вас есть эта власть, რომ წინაღუდგეს სიბნელეს. чтобы противостать тьме. იცი არ გეგონოთ რომ მე თქვენზე დიდი რწმენა Не მაქვს. думайте, что у меня больше веры, чем у вас. ზოგი ფიქრობს რომ მე თუ ვილოცებ უფრო მეტად მისმენს И не ღმერთი. думайте, что если я помолюсь, как будто Бог слышит меня больше, чем მე вас. მისმენს ღმერთი, Да, Бог слышит меня, მაგრამ შენზე მეტად არ მისმენს. но не слушает меня больше тебя. შენ გისმენს ღმერთი. Бог слышит тебя. ისე იესომ არ თქვა რომ მამა მე უფრო მისმენს ვიდრე თქვენო. Знаешь, Иисус не сказал, что Отец слышит меня лучше и больше, чем вас. მან თქვა აქამდე არაფერი გისთხოვია, თხოვეს მამას ჩემი სახელი და მოგცემთო, იმიტომ რომ ისევე უყვარხართ, როგორც მე И он говорит, შემიყვარა. до сих пор вы ничего не просили, но попросите сейчас Отца во имя Мое, и Он ответит вам, и Он даст вам. როგორც Потому что любит იესო вас. ლოცულობდა და მამა უსმენდა, ეხლა ჩვენ ქრისტე იესოში ვარ და ზუსტად ისე გვისმენს И ჩვენ. когда Иисус молился, Отец слышал Его, и мы сейчас во Христе Иисусе находимся, и იმიტომ мы რომ можем შენ молиться. გიყურებს, მამა იესოს ხედავს შენში. Потому что когда Он смотрит на тебя, Отец, Он видит ქრისტეს Иисуса. სიმართლეს ხედავს შენზე. Он видит на тебе праведность Иисуса. ქრისტეს მადლს ხედავს შენზე. Он видит на тебе благодать და Иисуса. ღმერთი ისმენს შენს ლოცვას. И Бог слышит твои молитвы. ზოგჯერ ფიქრობ რომ მე თუ აუკრძალავ ეშმაკს გაიქცევა და შენ თუ აუკრძალავ არ მოხდება ასე. Иногда вы думаете, что я, если запрещу бесам уйти, они уйдут, а если вы это сделаете, то ничего не произойдет. მოხდება, Произойдет, обязательно. Гагრძელე. Делайте, продолжайте, გააგრძელე. продолжайте, შეეწინააღმდეგე ყოველთვის. продолжайте, противостаньте, Аминь. всегда противостаньте, стойте этому. ილაპარაკე, მე არ მოვკვდები, მე ვიცოცხლებ. მე ვილაპარაკებ ღმერთის სასაულებზე. И всегда говорите, что я не умру, но буду провозглашать дела Божьи. გესმით ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие мои? ყველა სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს, ყველგან აკურთხე და ილაპარაკე და В გამოათავისუფლე. каждой сфере провозглашай и высвобождай, благословляй. ჩვენთვის დიაგნოზი არ არის დიაგნოზი, ჩვენთვის რა ვიცი, როგორ გითხრათ, რეალობა ჭეშმარიტება არ არის. Знаешь, для нас диагноз не диагноз, и реальность это не реальность, это не то, что на самом деле. იმიტომ რომ ჩვენ დგევართ ღვთის სიტყვაზე. Потому что мы стоим на Слове Божьем. ამენ. Аминь. ალელუია. Аминь. და არასოდეს არ უნდა გატყდე შინაგანად. И ты никогда не должен сломиться внутри. ვიდრე გეუბნები, იქამდე ვიდრე გწამს, ვიდრე სურვილი გავს. До тех пор, пока ты веришь и у тебя есть желание, და გინდა ეს и хочешь этого, ღმერთის ხელები შეკრული არასოდეს არ ეკრა. тогда Божьи руки никогда не будут связаны. ამენ. Аминь.